მიკითხებიან სიკვდილის თვალებში რამდენჯერ ჩახედე. სამჯერ მოვკვდი, სამჯერ გავცოცხლდი. და დღეს ცოცხალი ვარ და ვსაუბრობ. სიკვდილია ის, აი, 3 დღე დაყმე რომ ხეზე იყავი და ჩავარდი და ჩაიმარხე. სიკვდილია იმაში რომ იყავი. სიკვდილია რომ ნარკოზიდან არ გამოხვალ 30 საათი მაგ ნარკოზები მიღებული. აბა თუ უფალი არ არის ჩარეული, როგორ შეიძლება შენი ცოცხლო უკვე? არ არსებობს. როდესაც მე ჩავიმარხე ომში, დაზვერვის ბიჭები იყვნენ ეგენი, მე ხო არ ვიცი იქ რამდენი ხანი ვიყავი იძახენ რომ 45 წუთი იყავი ჩასაფლავებული. რომ მე დამდეს მორგში, იმიტომ რომ სუსისხში დამწორი ვიყავი და არაფერი ჩემი არ მუშაობდა და ფაქტი არის რომ თქვენ მოისმინეთ მე მგონი ის აგვიწირის ჰოსპიტალის მთავარი ექთანი ლუდა სალია საუბრობს ჩემს, რომელიც თითი გამანძრი და ამით გადავრჩი რომ დღეს ცოცხალი ვარ და ვსაუბრობ თქვენთან. ძალიან რთული ცხოვრება მაქვს, მაგრამ რას ვიზავთ? ეს არის ჩემი მისია. არ იგებენ ამ შემტკივის ვერ იგებენ, იცი? ოჯახის წევრებს ემშვიდობიან, ის არის ჩვეულებრივი ჯარისკაცი. და მიდის ის ომში, მაგრამ შენ როდესაც არ ხარ ჩვეულებრივი, ეს არის დაფარული და დამალული, რომელიც არ შეიძლება ამის გამხელა. მე რო დამიჭირეს, მაშინ გამოჩნდა ყველაფერი, თუ კაცი შურმარიცოდა მე მეყავი და რას წარმოვადგენდი მე. იმიტომ რომ მაშინ მითხრეს რომ აი მთელ მაშინაგან საქმეთა სამინისტრომ გაიგო რომ ჩვენ სნაიპერი ავიყვანეთ. მაშინ კი უთხარი რას ამბობ, მე ვუთხარი დიდი რეციდივისტი დაიჭირეთ მეთქი. 2 დღე დაღამები ჯექი ხეზე და რომელიც ეს არის წარმოუდგენელი და არავის არ ჭირავს და ძალიან შეცდომით ამბობენ რომ თავდაყირა ვეკიდე, თავდაყირა 2 დღე დაღამები ვერაფრით ვერ თავდაყირა დავეკიდე, როდესაც იმანაც დავინახა და მეც დავინახე და მე კამრით ტოტს მივები და მაშინ ჩამოვწიე ის თავი და იმიტომ რომ იმან ვეღარ დავინახე და მე გასროლა გავაკეთე. უფალი გაძლებინებს ყველაფერს. როგორ დავჭი ცოცხალი, როცა ჩაფლული ვიყავ მიწაში. როგორ ავარ დღეს ესე რომ გამოვიყურები დამწვარი? ღვთისნება. ღვთისწყალობა. ჩემი ბავშვობა. აქ ძალიან პატარა ვარ. მე მგონი რაღაც 6 წლის ვარ აქ. ჯერ სკოლაში არა ვარ მისული. ასეთი პატარა ვარ, მაგრამ აზროვნება კარგი მქონდა. ყველაზე კარგად მახსენდება ის, რომ 12 წლის ამ რომ გავისროლე თოფი. 16 კალიბრიანი თოფი გავისროლე. და მე ის თოფი იმდენად პატარა ბავშვი რო ხარ, ავიღე და კაკლის ხეზე ავდიოდი იმ თოფით. ახლობლობა და ბიძაშვილობა, თუ დეიდაშვილობა, ყველა ბიჭები ვყავდა. მარტო მე ვიყავი ეს და სულ იმათ წრეში ტრიალებდი, უყვარდათ ნადირობა, უყვარდათ თევზზე სიარო და მიყვებოდი. ხან მიბრაზდებოდნენ რომ წამოვიზარდე, მაგრამ ყელგამოწეულება ხო წებოდი რომ წავიყვანე ხოლმე, აი ფანარს დაგიჭერთ მეთქი, მე ვთხარი თევზზე რომ მიდიოდნენ რაღაცას მეთქი და არ ვიცი, რავი, ასე ჩამოუყალიბდი რომ იტყვიან, ალბათ უფლისნება იყო ასე, ეს ქვეყანა ჩემთვის არის ნომერ 1, ყველაზე ძალიან მიყვარს ყველაფერი აქ. მე არ შემიძლია სხვა ქვეყანაში ცხოვრება, არავითარ შემთხვევაში ეგ არ მოხდება ჩემგან. იმიტომ რომ მიყვარს. მიყვარს ჩემი ერი და მიყვარს ჩემი სამშობლო. და იმიტომაც შემწირე თავი ყველაფერში. ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი ახალგაზრდობა და ალბათ ჩემი ქალობა საერთოდ. რაც ყველაზე რთული არის. ეს იშვიათი ახლა ისეთი ძნელია. ვერ წარმოიდგენთ. ძალიან ძნელი. მაგრამ რას ვიზავთ, ეტყობა ეს უფლისნება, ეს მისია დამაკის რა უფალმა და აგრძელებ ამას. ფაქტიურად შენ არავინ არ ყავს გვერდზე. უბრალოდ სიტყვიერად არის რაღაცა, შეშფოთდებიან და მორჩა და არ ვიცი ალბათ მე ესე ჩამოვყალიბდი, ან ვერ მოვერგე დღევანდელ ცხოვრებას. მადლობა ვსწირა რომ პატრიარქმა პარაკლისი განამიხადა. დამლოცა, ჩამიხუტა, წიგნი მაჩუქა. ალბათ მისი კურთხევაც მომდევს მე რომ დღეს ესე ვარ და ვცოცხლობ კიდე. არავინ არ იცის მე რაღამეს ვათენებ, რა მტკივა, რა არ მტკივა. მაგრამ მე გავდივარ, მე არავის არ მახვევჩება გაჭირვებას. ყველგან ვიცინი, ყველგან პოზიტივი მინდა შევქმნა. მაგრამ მიჭირს საუბარი. მიჭირს, ხო ხედავთ რომ მიჭირს საუბარი.
ძალიან რთული არის შვილი გენატრება, შვილი გენატრება, ყველა გენატრება, ნადრევად წავიდა ჩემი მშობლები, ყველა ნადრევად პირველი შვილი დამეღუპა. აი რამდენი ტრამა უნდა გადაიტანო ადამიანმა მითხარით ადამიანებო. რამდენი? ეს ხო არ არის ისე შვილის სიკვდილი ჩემს ერთი წელიწადი ლოგინად ჩავარდი. თმის ერთი ღერი აღარ მქონდა თავზე. ძალიან დიდი ტრამები მაქვს. არ ვიცი ეს რა არის, ვერ ვიგებ. მე და ჩემი შვილი 7 წელიწადისა იყო დათო, რო ვიყავით პრაღაში. 18 დღე ვიყავით და თუ დამიჯერეთ ვტიროდი. ის 18 დღე 18 წელად მეკცა. კავკასიონზე რო გადმოფრინდი, ვტიროდი. ისევ ვტიროდი, რომ ვეღარ ვჩერდებოდი. არ შემიძლია ამ ქვეყნის გარეშე ცხოვრება. აი ახლა ამერიკაში ჩემი შვილი და ხო მინდა შვილის ნახადაში ოჯახის გაერთიანება ხდა წელიწადია ჩემი საბუთები შეტანილია. იციან რომ მე თოკებით რო დავება მაინც არ გავჩერდები. შეიძლება ნახო და ჩამოვიდე. რაც მიწერია მაინც იმას ვერ აცდებ. უფლისგან რაც აქვს ბოძებული, ის იქნება ყოველთვის. არ მახსოვს არასდროს რომ სიტყვა მეთქოს და ის არ შემესრულებინოს. არ ყოფილი ეგ შემთხვევა ჯერ. და ალბათ ისე ვითხოვს სხვისგანაც, მაგრამ არ არის ეგრეთ თურმე. აი უპასუხისგებლობას, უყურადღებობას ძალიან ცუდი ეს და ძალიან ვერ ვიტან. მე აი ამ ქვეყნის გარეშე მეცხოვრება არ შემიძლია. ჩემი ხალხის გარეშე მეცხოვრება არ შემიძლია. მისჩევნია მოვკვდე ვიდრე არ იყო ჩემი ქვეყანა კარგად და ჩემი ქართველი ერი. მიყვარს. და რა ვქნა? თუ გიყვარს. უფლის წყალობით ცოცხალი ვარ დღეს. ალბათ ჩემი მისია ჯერ არ მოიწურა. ღმერთმა არ დააჭიროს ჩემი თავი ამ კუთხით ჩემ ქვეყანას, მაინც ისევ იმას ვისაუბრებს გავაკეთე.